ქალაქ გორში იოსებ მაკრახიძე, გორის რაიონში თენგიზ ხუბულური, ხაშურში ვალერი გელაშვილი, ქარელში გიორგი თოთლაძე, კასპში კი ირაკლი მეზურნიშვილი. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გორის ცენტრში მოსახლეობას შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. წარდგენამდე პრემიერ-მინისტრმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა, მან აქცენტი 2008 წლის ომსა და დევნილთა პრობლემებზე გააკეთა. აქვე ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი უკვე დასრულებულია. ჩვენ დავიწყეთ ქვეყნის განვითარება, თავარია ეკონომიკურად გავაძლიეროთ ქვეყანა, მე დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები იქნებიან ღირსეული წარმომადგენლები, შიდა ქართლში მცხოვრები ადამიანების კარგი ხმა იქნებიან პარლამენტში და ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რასაც უხდებს დღეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. მე ვდგავ პირველ ნაბიჯებს დიდ პოლიტიკაში. მე არ მქონია ამ სფეროში გამოცდილება, მაგრამ ერთი რამ ვიცი ნამდვილად, რომ მზად ვარ მთელი ჩემი ენერგია და გამოცდილება გამოვიყენო იმისთვის, რომ მივახციოთ ერთად ჩემ კასპის რაიონთან, მთელ მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან ერთად იმ მიზანს, რასაც გვეს სწრაფი განვითარება. მე იქ რაიონში ყოველთვის მუშაობდი, მე ხალხს ხვდებოდი და ყოველთვის ცდილობდი საკუთარი სახსრებით დავხმარებოდი. ხაშურში კეთდება ისეთი პროექტები, რომელიც ჩემი ხელშეწყობით, პირადი ხელშეწყობით კეთდება, რომ იქ ხაშურში ახალგაზრდობისთვის ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული. გორის რაიონის მკვიდრი ვარ, გაზრდადებული, გაზრდილი, ჩემი ახალგაზრდობა სამსახურებრივადაც რაღაც ვიცნობ რაიონს ძალიან კარგად, ვიცი ის პრობლემები, რომელიც რაიონშია და ვეცდები ის პრობლემები, რომელიც გამოსასწორებელია, გამოვასწოროთ.